ღია ეთერი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ნაციონალური მოძრაობის პრაიმერისი ღია ეთერში. ყოფილი მართველი ძალის ლიდერები ღია ეთერის აუდიტორიის წინაშე. ეკონომიკა, საგარეო ურთიერთობები და ადამიანის უფლებები. თვალი უნდა გაუსწოროთ იმ პრობლემებსაც, იმ დანაშაულებსაც, რომელიც ამ წლებში ხდებოდა. ჩვენ ვართ ყველაზე მეტად აღშფოთებულები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა ციხეში. როგორც ჩანს, რეფორმის მიზანი არ ყოფილა თავისთავად ძალადობის აღმოფხრა. ეს ის გემი არ არის, რომელიც ჩაიძირება. დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები უპასუხებენ დემურ გიორხელიძის, პაატა შეშელიძის, ელენე ხოშტარიას, ჯუმბერ კირვალიძის, ლევან ჩოლოყაშვილისა და ნინო ლომჯარიას შეკითხვებს. ასევე დებატებში აქტიურად მონაწილეობს და შეკითხვებს სვამს ღია ეთერის აუდიტორია. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ამ პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები ერთ სტუდიაში. რომელი კანდიდატი სარგებლობს უფრო მეტი მხარდაჭერით ნაციონალური მოძრაობის მომხრეებში და ვინ გაიმარჯვებს პრაიმერისში. ოფიციალურ შედეგამდე ღია ეთერის ინტერაქტივი. დღეს ღია ეთერი იმედზე 21 საათსა და 50 წუთზე.